დღეს დავარეაქტებთ თუ რა ხდება საქართველოში და რა გამოვტოვით ამ კვირების განმავლობაში. და სტუმრად ყავს ლასკა. მიდი საბაზრო რაც არის იბაზრე ლასკა. იდება და მადლობა უფალო ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის დგა და რაღაცებს რა ბობენ. აი გძულებში მამტრობს იმენა ეგეთი რაღაცები რომ ესმის არ შევიცლი. მამა შალვას წინ მოდგა. დგა. იცოდით ორბის ახალი პრემიუმ ხარისხის პროექტის პრემიუმ პროექტის ის. აუ ეგ რა იყო ბიჭო? TikTok-ს სკროლავ და ყველა ვიდეო იწყება იცოდით თან რა ხალხი? ხალკი ისა ესო რა ბიუჯეტი აქვს ამ ორბს ასეთი, იმიტომ რომ ორბის რეკლამა რო ნახე AI generated და წაცუდი AI generated ვიდეო იყო. დიდხანს ხომ მელოდით ასეთ ახალ ნიუს ორბი მილენიუმს პროექტს ფანტასტიურს და ამ რეკლამას ვერ გავეკეთებ ვერსად, რას მოაწერეს ხელი, როგორ მოაწერეს ხელი, ვერ გავიგე და ვინება მოაწერეს ხელი, მით უმეტეს მესეჯი არ იყო ცნობილი და ინსტრუქციებს ვერ მივყევი და ბოლოს თავი მოვიკავე. ეს ვიდეო ვისი სახელით CMS-ზე იწყება და დღეს ღამით უნდა შეგილახლახოს. გოგოებო ჩამოვიდა პრაჯის საუკეთესო რეპლიკები ეს ჩარი ხარისხია საუკეთესო. ეს ლაივები. ვაიმე დედა. ეს ისა ჯემ ფესტი რო ქონა ადრე თუ color festi. color festi რო ქონა ადრე თუ ჯემ ფესტი და არ მახსოვს. მე არ ვარ ნამყოფ, მართლა არ ვარ ნამყოფი. და ყველა რო Facebook-ზე ფოტოებზე და აი ესე სულ გაზლაზრული რო იყო ფერებში. ეგ პერიოდი გახსოვთ? ეს როგორ ნერვები მეშლებოდა ეგეთ რაღაცებს. მან საერთოდ არ ხდებოდა. არც ვიცი დედას ვიცავ, არ ვიცი ვინმე მითხარით რა ხდებოდა. მუსიკებს უსმენდით, ფერებს ისროდით, პროსტა იკრიბებოდა ხალხი და ერთმანეთს ფერებით ალამაზებდა. თუ რა ხდებოდა? წინასწარმეტყველება არის რომ მე ნარიმან ბაგრატიონი გვეყოლება საქართველოს აღდგება მამაო ამისი ყველა სჯეროდეს ყველა სწავდეს ქრისტე როგორც ქრისტეს დროს ხდებოდა როგორც მესამე დღეს აღდგა ქრისტე ამდაგვარად მოხდება აქაც ჩვენ ნამდვილი მის მორწმუნეებს ყოველას გუჯერად გვწამს მამა ხო ნახე ახლა რა ხდება საშინელი ტრაგედია მოხდა მამა ნიკოლოზი გარდაიცვალა ამას მოყვა ერთი ამბები მამა ნიკოლოზი 9 აპრილის მერე არ იყო გამოსული ხალხი გაერთელოდებოდა არ გამოდიოდა ყველა ანერვიულ და ერთმა გამოიძახა სამაშველო გამოიძახეს სასწრაფო და ხალხი არ უშვებდა მას პადიესში როდესაც რამდენიმე დღის მერე შევიდნენ მამა ნიკოლოზი იპოვეს კუტარი ამაზე მოხდა ერთი ამბავი ჟურნალისტებს თავს დაესხნენ ექიმებს თავს დაესხნენ პოლიციას თავს დაესხნენ ერთი ამბავი იყო იმას კი არ ამბობდნენ რომ აი ჩვენ ვარ შეუშვით ექიმები მაგიტო გარდაიცვალა ამბობენ ამას ნიკოლოზი არ მომკვდარა ესე ძალით დააძინეს და ჩვენ კი დაგვაჯერეთ თითქოს ბერი ნიკოლოზი მომკვდაო ჯვარსმა უკუღმა რო წაიკითხო ამცრა ესე იგი პოლიციელმა ნემსი გაურჭო დააძინო და ჩვენ კი დაგვაჯერეთ თითქოს მოკდაო და ბოლოს ისმის კითხვა რა ხდება მფუნიჭალაში ამბობენ რომ აღსდგებაო მამა ნიკოლოზი აღსდგებაო არიო ქრისტეო არ მინდა დეტალებში ჩაძიება რა ხდებოდა როგორ ხდებოდა მე ერთადერთი უბრალოდ განახებთ ვიდეოებს ეს ვიდეოები რაც განახით და კიდე ერთს თქვენით დაასკვენით რა არის რეალობა და რა არ არის რეალობა თქო რაღაცა ხმა მომესმა რა მე უკდარი არა ვარო შვილო შეუნა გააგრძელო ჩემი საქმე წერდნენ ხოლმე რომ მამა ნიკოლოზი შენსავით ნაიკის სპორტულები დადისო ეს პაული არის საკის ვაფშე აგენტი არის პაული ებრაელები მართავენ ხალხს არ ვიცი ვიწირო არ ვიცი გავიცნო რა გავაკეთო არ ვიცი მართლა აუ ეს რა მაგრამ მინდა ბიჭო აუ რა კაია და სპორტის სასახლესთანაა თან ასეთო კორსას მაპი არის თბილისის და მანდარის. დედას ფიცა ვარ, ისეთი რაღაცები ხდება მართვის მოწმობის აღებაზე, ხო ხედავთ რეები ხდება. ეგორი ბოლოს ასე მოგვიწევს კატაობა. მე მომივიდა ასეთი რაღაცა რა, ერთი თვის წინ 50 მეტრი მქონდა, ქალაქის გამოცდაზე დარჩენილი 50 მეტრი. აი ბოლო აღმართი რო არის. რუსთავში. არ მან ხო ზებრა არ არის, არაფერი არ არის. ჯერ ხო მარშრუტკამ აბგონი გამიკეთა. არა და ერთზოლიანი არის. ნუ კაი დავიკიდოთ მარშრუტკამ რომ აბგონი გამიკეთა და მაგ ანუ იქითკენ იდგა ვიღაც გოგო. საერთოდ რო არ ვიფიქრებდი რომ ეგ გადმოსვას დააპირებდა და
მარშრუტ ამაბგონი გამიკეთა ამ გოგოს მე ვერ ხედავ იქით და ეს blind spot-ი რო აქვს ხო იცი მანქანებს ეს მარშრუტი რო გამცდა და ამ blind spot-ში არაფერი არ მიჩანდა რა ის გოგო გაქრა სადაა მეთქი და ოდნა უკვე რომ მივიდიოდი ეს გოგო აქ მიდგას რა და რა გავაკეთო მეთქი გადავკარი რულს ხოვაზე ხარ რა გადავკარი ავირიდე გავაგზელე და ვუყურებ ახლა გვერდზე რომ მიზის და მეთქი არ ჩამჭრაბად კი მე ბოჩოლას თვალებით გავხედე და ეს ხო გავხედა მაგარაც ეკიც მიხვდა და აი ეს თითით ვარიშებს გადააყენეო და ვაიმე როგორ მეწყინა ბიჭო აი იმენა მეთქი პირველი ვეცდაზე მეთქი მეფე ვარ იმენა პირველი ვეცდაზე ავიღეთ ხო და კვეთრი მოძრაო კვეთრი მანევრირებაო თუ რაღაცა ის დავიკიდოთ რომ ხალი გადმომიხდა არაზებრაზე თან და იმან ჩააბიჭრა და ასე შემდეგ. მოკლედ ხალხ გეხვეწებით, გემუდარებით. ინსტრუქტორებს და იმაზე საუბარი არ მაქვს საერთოდ. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი ინსტრუქტორი შემხვდა, იმიტომ რომ არც დამძაბა, არც არაფერი, даже პირიქით მითხრა, რომ რამე თუ კითხვა გაგიჩნდაო, აუცილებლად კითხეო და ბევრზე ვიცი რომ ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ინსტრუქტორებთან, იმიტომ რომ თუნდაც მოედანზე მე ისეთი ტიპი ანუ მეჯდა რომ აი ისე მიყურებდა რომ აბა გარაში ჩააყენე. კაცრი ტიპი რომ შეგეში ისე დაძაბული ხარ შეგაშინებს ზევიდან რა რომ დაგძაბავს. საინფორმაციოში 1000 რაღაცეები არის აი დახაზული არისო იქ ის გადაკვეთა ეს გადაკვეთა და თქვენს ქვეითებო მანქანებო ძალიან გთხოვთ. მე არ მქონია ეს შემთხვევა აი ბოლო მომენტში იმას ძალიან ვიგრძენიო ხალხი გზას მithმობდა არ მეგონკავებოდნენ ყოველ შემთხვევაში. მივდიოდი ძალიან ლამაზად რა. გეხვეწებით რა ვინმეს თუ ნახავთ რომ აბარებს საგამოსტო მანქანაზე აი ისაც ყველა დაძაბული არის და გეხვეწებით დაუთმეთ. ან ქვეითებო გეხვეწებით ნუ გადმოუხტებით ნუ იმასე გაატარეთ და მე გადადით. ყველა ისაც ვართ დასტრესილები და ისაც ისე ვართ რა. აი ხო ხვდები ახ შე რო იყო მაგ ადგილზე ხო მიხვდებოდი რა თემაცაა. წარმოიდგინე მაგათ ადგილზე თავი და 1-20 წამი რაღაცის შენელება მე მგონი არაფერს არ დაგაკლებს. ახლა საათმე თუ გეჩქარება ბარემ მიდი და დამარტყი რა. ესე გასატეხია. აუ რა ლამაზია ბიჭო ეს არის ხომალდიდან გადაღებული ვიდეო iPhone-ით. ძალიან კაია. აუ როგორ მინდა ბიჭო. ჩემი ოცნება აი ამ ყველაფრის ნახვა. და არის ხალხი რომელიც ამბობს ეს ყველაფერი არის დასკრიპტული. და ბიჭები Discord-ში ვისხედით და სრულ ვიდეოებს უყურებით. თელი ეს დრო იყო ლაივში. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ დაგაჯეროთ, რომ თვარესთან მინიმუმ ახლოს მაინც ვართ ნამყოფები. თუ ზედ არ ვიდექით და ეგ არ გჯერათ, ახლოს მაინც რო ვართ ნამყოფები, მაგის რატო არ გჯერათ? ცუდი ხარისხით იყო ვიდეოები გადაღებული, დადგმულიაო. კარგი ხარისხით არის ვიდეოები გადაღებული, უკეთესი ბიუჯეტითაა, ოღონდ დადგმულიაო ესეც და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ისეთი, რომ ადამიანებს დაგვაჯეროს რომ თვარეზე არიან ნამყოფები. სხვათა შორის ამ ვიდეოზე თქვენ მიწერით რომ გააკეთეო ვიდეო მთვარეზეო და მაქვს გაკეთებული ვიდეო მთვარეზე. შეგიძლიათ ეგ ნახოთ, არტემის 2-ზეც მაქვს საუბარი, 3-ზეც, 4-ზეც და მოკლედ ყველაფერზე რაც კი შეიძლება გინოდეს. ამიტომ ამ ვიდეოს მე შეგიძლიათ ჩართოთ ეს თვარის ვიდეო და უყუროთ. არხი გამოეწერეთ ვიდეო და ალაიქეთ და კომენტარი დაწერეთ, ძალიან დამეხმარებით. ამას თუ გააკეთებთ, მიყვარხართ გულში, სულში, ყველაფერში ისე მეტი იყო. Арнольд Шварценеггер. В фильме «Терминатор. Часть 2. Судный день». В роли გაწიძმა ვიქით არ გავარდეს ამ საღდგომოდა. ძალიან მაგარი კაცია, იმენა მე ვარ. Джо Мортон. Hold on to your rind. I'm still fresh. Keep your peel moving. ხდება. ამ ხილზე ვიდეოები ხდება ძალიან ხშირად. რა ხდება? მე მოვითხოვ ახსნას. რა ხდება TikTok-ზე? რატო ვიყენებთ AI-ს ასე? დაგვერხა. არაფერი არ გვეშველება. ხილის ფოტოგრაფიას ვიღებთ უკვე. და ვასაღებთ როგორც ეპიკურ სინემად. ნახეთ. იქნება სასკოლო ფორმები საქართველოში, იქნებით სასკოლო ფორმები პირველიდან მე. ჩემი თაობის ვინებიც ხართ, გემახსოვრებათ, რომ ჩვენ დროს იყო არაშუტ შარვლებს რო ვეძახდით. ძალიან ოვერსაიზ შარვლები რო იყო. ბენ სიმონები იყო, ლეის მაისურები იყო, ნიუ-იორკის ქუდები იყო და დაახლოებით ეგეთი რაღაცეები რა და თავი უნდა ქონოდა გადახოტრილი. აუცილებლად ეს ერთ-ერთი ის იყო და რა თქმა უნდა მე მაგ სტანდარტებში ერთი პერიოდი ვჩნდებოდი კიდევაც. დანელი ვარ ბოლო მოგესალმებით. შეიძლება დღეს არ მეტყვა, მაგრამ თავის დროზე
რო შემოგეხედა ეგრევე მივხვდებოდი რომ გლანელი ვიყავი. დღეს ფეშენი შეიცვალა. მადლობა ყურადღებისთვის. სხვათა შორის აგერ ბარბერის ხედავ და მონკლერის კურტკები ეტყობა აღარ არის. კარგა ხანია მონკლერის კურტკები არ მინახავს სხვათა შორის. მამა, დედა, რაღაც უნდა გითხრათ. მე აღარ მინდა წყალი ვიყო. მე მსხლის ლიმონათი მინდა გავხდე. ნატახტარი. შეხლეო. მენი ოჯახი 100 წელია, წყალია, ნატახტარი. შეხლეო. წყალია, შაქარი გინდა გახდე? ზისხებით. დოქტორო განდონიტო, მე მინდა ნატახტარის დოქტორო განდონიტო. ჩვენთვის ჩვეულებრივი ოპერაციაა. ხვალდილით მსხალი იქნები, გპირდები. რა ვიცია? ვაუ. საღოლძმა. როგორი სიმპათიური. გავხარ შვილო, პირხადა მე. შენ ვიხარ, მე შვილი წყალი მყავდა, ეს რა ყვითელი ბოთლი შემომიდურა სახლში. გადი აქედან. გავქენი მე. არც წყალი ვარ, არც ლიმონათი, არაფერი ვარ. ტრანსგენდერი გახდა, წყალი იყო და ნატახტარის ლიმონათი. ვაიმე, ბიჭო, 41700 ლაიქი აქვს. თავარია, რაღაც ხილის ფი არ გადაიღო. დალშე უკვე ხოძზე ვართ. ბათუმსკი DJ ბათუმსკი ჩემი ვიდეო სტორიზე დადო სხვათა შორის გაჩი მე ვამაყობ რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვინც DJ ბათუმსკი აღმოაჩინა და მის წარმატებას ჩემთავს უკავშირებ. კაი, ხატო, ხუმრობ. აღმოჩენაზე არ ხუმრობ. მე შეთქვეს ადიყავით მე რო ვიყავი აქ საერთოდ. DJ ბათუმსკის 10 ლაიქები ქონდა პოსტზე მე რო ურეპოსტებდი. მაგრამ წარმატებას ეს კაცი ასეც და ისეც მიაღწევდა, იმიტომ რომ სოფლეში უძლიერესი DJ-ია. აღერა სინქრონში ვარ. ჩემი გოუთია, ეს არის ინსპირაცია, რომ რასაც ვაკეთებ არ გავჩერდე და გავაგრძელო, იმიტომ რომ DJ ბათუმსკიმ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მე მაგალითად ბათუმზე ხელი მქონდა ჩააქნეული, იმიტომ რომ ბათუმში ქართველი აღარ დადიოდა და ჩამოვა ბათუმში სპეციალურად DJ ბათუმსკისთვის და ძალიან გთხოვ DJ ბათუმსკი ამას თუ უყურებ, ბათუმში გააკეთე ლავი და მე მოვდივარ. Ήρθε ჩემი Fortnite-ის ქარაქტერია. არა, დღეს არ მცალია კალორიულ დეფიციტში რა. დღეს ვერ კალორიულ დეფიციტში. აი, მენა მე ვარ ეგ. დეფიციტში ვარ. ხვალ. ზამთრში უნდა გითხრა რომ მე ვარ კალორიულ დეფიციტში. დეფიციტზე. კალორიულ დეფიციტზე ვარ. რა, ბერძნული იოგურტი? აქ. ბერძნული იოგურტი ვჭამავთ? მოდი. მამაჩეს ვაჭამე ბერძნული იოგურტი, მართა კალორიულ დეფიციტზე რო ვიყავი, რა შეჭამორით მანახეო და დედას ფიცა ვარ კაცმა, ერთი კოზი რო შეჭამა, კაცმა გადააგდო. კაროჩი, მაგას საზრობა არაფერი არ არის. ვინც რაღაცა გემოებით ყიდულობთ, ეგ აზრი არ აქვს, მაგით ვერ დაიკლებ, იმიტომ რომ მაინც აქვს დამატებული შაქრები და ცხიმები და ასე შემდეგ. უნდა ჭამო ის 0%-იანი საზიზღარი გემო რო აქვს. აი, მენამ ძულს, დასანახად მძულს. იმდენი ბერძნული იოგურტი მაქვს, მაცი ვარ რომელიც არ მიჭამია, ჩამოიარეთ ძმებო, giveaways ვაკეთებ 100,000 გაუწერზე 100,000 ბერძნული იოგურტს გავათამაშებ, იმიტომ რომ მაგამდე დამიგროვდება უეჭველი. Go ahead, pulp me. You really drip for. Hey, yo! Whoa. Gachile. Since you're so desperate for his attention, let's see whose juice you really drip for. აი ეს არის ჩემი ოცნების სახლი, დედას გეფიცები. არ მინდა ეს ასახლი, არ მინდა 8 ოთახიანი, აი ამ სტილის სახლი მინდა და ცხოვრებას დავხურო ძმო. მანიფესტირებ, ამ ვიდეოთი მანიფესტირებ. ასეთ ვიდეოები რო ხდება, ყოველთვის ბოლომდე უყურებ ხოლმე და ვისაც ეგეთ სახლი გაქვთ და თუ გაქვთ, შურს მაცხოვრეთ თქვენთან ერთად. შუმად ვიქნები. ეს ის გაგრძელებაა. აროჩერა. აღარ. Bravo! ნახეჩი.
არ უნდა დავალაიქო ეს AI ვიდეოები, არ უნდა დავალაიქო. შო, დღეს მე ამას არ ვალაიქებ. ხან ხილია უცხოელების და ხან აქ ნატახტარის ბოთლები და ხინკალი აჭარული და სად არის ჩემი შვილიშვილი? და ეს ვინ არის შვილო? ეს მეგობარია. ძალიან სასიამოვნოა ძმაო. მადლობა შვილის გვერდით ყოფნისთვის. მეც სასიამოვნოა ბატონო. ეს ვინ არის? ჩემი შვილიშვილი აქ-ზის. ანუ ხინკალს და აჭარულ ხაჭაპურს შეეძინათ შვილი. გაჩერდით ყველა. ცუდი ამბავი მაქვს. ბავშვი ჩაიშალა. მაგრამ ეს ვინ არის ბიჭო? უდებელი ბულიონის გადასხმა გჭირდება. თქვენი ბულიონი არ გამოდგება. შქმერულის გჭირდება, ცხიმი მეტია. მზად შქმერულია გასაგები. ბავშვისთვის ყველაფერზე მზად ვარ. გადაუგზავნე ეს ვიდეო 10 მეგობარს. კევი გაბერა. ნახე რამ ხელოზე გაბერა ბიჭო. მე აღარ გამომდის, საერთოდ ოდნავადაც გაბერვა აღარ გამომდის. კევში გებერავს კევს. საღოლ თეონა. Respect. Fellas მუსიკა მილიონ ნახვაზე ავიდა და ძალიან მიხარია რომ underground-ში როდესაც არის არტისტი და უცებ მაგრა გაისვრის და მაგის მერე იწყება მაღლასვლა ძალიან მახარებს ხოლმე ეგ ფაქტები მაგრამ არის საზოგადოება ხალხის რომ ამბობენ რომ აუ TikTok და სანამ გავარდა და არ გააბაზროთ და ჩვენ ვიცოდეთ მარტო და ამ დროს არტისტი რომ მაგას კითხულობს რა გძნობა აქვს თქვენ აზრზე არ ხართ კაცი შრომობს წერს არიცი თქვენ როგორ იბრძვის მაგამდე რომ ყოველ მისი სიმღერა გავარდეს და შენ შევწერო არ გააბაზროთ ჩვენ ვიცოდეთ მარტო ეგ არის დიდი ტრაგედია რატო ბიჭო მიეცი საშუალება გაუბაზრე ასვენინე ხალხს რომ მე full time მუსიკოსი გახდეს და შეთვის უკეთესი არა ტიპი რომელიც არტისტი გევასეო full times გახდი და კაროჩე კონცერტები ლაივები ყველაფერი რაც ექნება და ფული შემოსავალი თუ იპოვა მაგით გააკეთებს სულ ეგა ხელი ხელს ბას მომენტია რა ანუ რაღაცა რომ ნიშურია არ ნიშნავს იმას რომ კარგია რომ ნიშაში ტოვებ გავრცელე რა შენი რა მიდის ვიცოდი ხვალ რომ ნათელა მასწავლებლის დაბადების დღეა ეს კარგია მორჩი ახლა მასხრობას და დაიძინე ხვალ სკოლისთვის გაემზადე ძალიან ცუდი ამბები მაქვს ბატონი ზურა მისტერ გუდ აღარ იწყევლება მეგობრებო იგინება უკვე მე ეს ფაქტი არ მომწონს ბატონო ზურა ცუდია ბატონო ზურა სხვათაშორის ერთხელ დავიბენი რომ მქონა პოდკასტი მან მყავდა მოწვეული და ფეხებზე დამიკიდა დამსინა პროსტა ძალიან ცუდია რასაც თქვენ აკეთებთ და მოგიცნათ ოჯახები 6-7 თქვენ ამოგიცნათ ოჯახები 6-7 აი ესეთი აღარ არის ბატონი ზურა ესეთია დედები და მე თქვენ დედებს პირში სულ ყველასი ვინც უძდელოთ თქვენ დედებს პირში შენ თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო არ დაგილაიქებია არხის გამოიწერე ძალიან გთხოვ ავიდეთ 70000 გამომწერზე 2000 გამომწერი გვაკლია მადლობა ყველაფრის ლინკი არის აღწერაში მე ვიყავი ბენი თქვენ იყავით ჩემ არხზე და კარგად